მადლობსა ყველას მოგესალმებით. ბედნიერ დღეს გისურვებთ. ჩვენთან ადრიანი დილა არის. 10 წუთებია. რაღა ადრიანი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ადრია იმის ფონზე, რომ 10-ში ხო ყველა ძალიან ადრე იწყებს მუშაობას და საქართველოში 9-10 საათს მერე იწყება სამუშაო გრაფიკი და ადრიანი დილა. მიდევეკო მივდივართ ქუთაისში რაღაც საქმეები გვაქვს. არია ქალბატონს არ მცხელა, ანუ აქ რო იძახიან რომ არიქა სიცხეებიაო და მთელი ამბებიო, მე არ მცხელა. ერთადერთი რაც არ მსიამოვნებს არის ის, რომ სახე მეცვარება. განსაკუთრებით მზისგან დამცავი რომ ისვია და მაგას ვერ ვიტან. ხო და ხომარ გავწევდით რომელიმე მზისგან დამცავს რეკომენდაციას, რომ ესეთი შედეგი არ მქონდეს მე სახეზე. ევეკოს დაბადების დღის შემდეგ ვლოგი არ გადაგვიღია, იმიტომ რომ რაღაც საქმეებში ვიყავი ქართული და რაღაცნაირად არ მეცალა ვლოგისთვის, ხო და ვეცდები რომ ხშირად გადავიღო ვლოგები და აქტიური ვიყო უფრო, მაგრამ არ გამომდის იმდენი საქმე მაქვს, თან კამერა, თან საქმე, ეთყობა მე ვარ უნიჭო. წავედით ქუთაისში. მე და ევეკო მოვილიეთ რაღაც საქმეები რაც გქონდა და მოვედით ახლა აკვანში, რომ გადავხედოთ ქარსითებს და ბუსტერებს და ამბებს და რასაყვარელი მაღაზია არა ვარ აქ ნამყოფი. 9 აპრილის ქუჩა ეს მე მგონი თუ არ ვცდები. მე და ევეკო მოვიარეთ ქუთაისში, გავაკეთეთ ყველა საქმეები რაც გვინდოდა, მოვედით სახში გადავვლეთ წყალი, ვითომ გონს მოვალ თქო ცოტა, მაგრამ მაინც ესე ვარ, ცოტა წამოწვიმა ჩვენთან ტალახიანი წვიმა და ეხლა ჩამოვედით დანიკოსთან ერთად ბაზართან კიდე რაღაც. დანიკო ცოტა სიცხემში აწუხა. აი დანიკოს ახალი ქარსითი და ევეკოს უყიდეთ ბუსტერი. ხო? რომ ვიმგზავროთ უსაფრთხოდ. კიდევ გცინის ბევრი, მაგრამ არა უშავს. სხვებმა დაგცინონ, ჩვენ უსაფრთხოდ ვივლით, ხო? აი მე როგორ გცხელად, წამოჩავედით ახლა. ჩავედით? გაიკეთე სათვალე. გაგიწმინდა ეხლავე, ხო? წავედით აფთია. ეხლა მომიტანეს აი ესეთი ამანათი. და საიდან არის ახლა ეს ამანათი? მოკლედ საბერძნეთში ყოფნის დროს აღმოვაჩინე ეს მცირე ბიზნესი და მინდოდა რომ შემეკვეთა მათთვის, მაგრამ მე საქართველოში ვაპირებ წასვლას თქო და იქ რო ვიქნები შევუკვეთავ თქო და მოკლედ ქვია ესე ღვედი seatbelt, აქვე არის ტელეფონის ნომერი მითითებული, შეგიძლიათ დასკრინოთ და გაჩვენებთ ახლა რა შევუკვეთე და რა მომიტანეს. ეს არის ღვედზე გასაკეთებელი, ერთი ზურასთვის გავაკეთებინე, ერთი ჩემთვის და თქვენთვის სასურველი ნებისმიერი პრინტი შეუძლიათ რომ წარწერა გააკეთონ ერთი სიტყვით სიმბოლურად, რა თქმა უნდა, საქართველოს და საბერძნეთის დროშაც სხვანაირად როგორ შეიძლებოდა და გოგოებისთვის საჩუქრად გამომიგზავნეს ესეთი საძილე ნიღბები. სწორად როგორ ქვია მას საძილე ნიღები? და ძალიან მესიამოვნა მაინც ესეთი დამოკიდებულება მომხმარებლის მხრივ მადლობის ნიშნად გოგოებიც დაასაჩუქრეს და მოკლედ შეგიძლიათ შევკვეთოთ ასევე სხვადასხვა ბალიშები, სამგზავრო ბალიში, ღვედის ეს სამაგრები ღვედისთვის ნებისმიერი წარწერით და როგორც ვიცი, მომავალში აქვთ კიდე ძალიან ბევრი გეგმა, ისეთი რაც აქვთ განსახორციელებელი და აუცილებლად თუ რამე საინტერესო ექნებათ კიდე შევუკვეთო. ნუ ეს მინდოდა ეხლა. ეცი მაქვს ახლა მანქანაში როდის გავაკეთებ ღვედზე და სიმგზავრებ ესე. მოკლედ აღწერაში დავურთავ Facebook-ის ლინკს და ვისაც სურვილი გექნებათ, არის უსაყვარლესი ადამიანი და მინდა რომ მაქსიმალურად რაც შემეძლება მხარი დაუჭირო მის მცირე ბიზნესს ესე განვითარებაში დავეხმარო და უფრო მეტმა ადამიანმა გაიგოს მის შესახებ, რატომაც არა. წავედი ახლა სახში, ერთსული აქვს, მე ვზივარ ახლა სკოლის ეზოში, იმიტომ რომ სახში არ მაცლიდან ვიდეოს გადაღებას, ხო და ერთსული აქვს გოგოებს, როდის მივცემ ნიღბებს.
მეთქი მადროვეთ ვიდეო გადავიღო და მოგცემთ და ისეთი ამბებ. წავით ახლა ნახოთ მანქანაში როგორ იქნება ეს დამაგრებული ხვეწე. აი, ესე გამოიყურება, მოკლედ ეს ჩვენი ღვედის აქსესუარი გაკეთებულ მდგომარეობაში მე ძალიან მომწონს. თან დოგუსფერი არის ჩემი საყვალესი ფერი, ერთ სული მაქვს ახლა ზურას, როდის გაუგზავნი ამას. ერთი სული მაქვს და ზურაც დაამაგრებს თავის ღვედზე. და მოკლედ ჩვენი დევიზია გაიკეთეთ ღვედი და იარეთ უსაფრთხოდ. შეიძლება მეტ ადამიანს გავაგებინოთ მათ შესახებ, რადგან მინდა უსურვო ძალიან ბევრი მომხმარებელი, კმაყოფილი მომხმარებელი და წინსვლა და წარმატება მათ. ასევე TikTok-ზეც საკმაოდ ძალიან აქტიური ვარ თუ არა, მაგრამ შედარებით აქტიური ვარ და მსგავს ესე მოკლე ვიდეოებს ვდებ და ასე რომ შეგიძლიათ იხილოთ იქაც ესეთი ვიდეოები. ასე რომ შეიძლება რაღაცა ვლოგში არ ვთქვა, არ ვისაუბრო, მაგრამ TikTok-ზე ავტვირთო. და ვინც ახაც დაინტერესებულები შეგიძლიათ გამომყვეთ TikTok-ზე. წავედი, ახლა ძალიან ბევრი საქმე მაქვს მოსაგვარებელი. ჩვენ ვაპირებთ ცემში წასვლას 5-ში. ნაწილი რაღაცები ნაყიდი მაქვს, ნაწილი მაქვს საყიდელი კიდე. ხო და ამ ყველაფრით ვარ დაკავებული ერთ სიტყვით. დღეს ამდენი წინ და უკან სირბილის და ამდენი საქმეების შემდეგ მაინც არ აგვწდა თან სამზადისი ცემში წასვლის წინ ისეთი სამზადისი გვაქვს და ვესტუმრეთ წყალტუბოს სავადმყოფოს არ ჩანს წარწერა. ზემოთ წევს დანი იკეთებს გადასხმას. სავარაუდოდ ვირუსი. ნახოთ რას გვეტყვიან. გამოდიო. Nu gulachen. Nu gulachen zien. Goedje. Zie je, wat kan ik ook gaan? Wat dagen die biri? Wie met dit? Rakot chaki koko kharshen. Teda როგორ გრძნობ თავს? თავს როგორ გრძნობ? ვაუ, კარგად. შენახე რა თხეშია. თითოს რომ ნახევს ასე. უშე მაკვარანს ხო შენ? გადაგიხე, გოგო, გადაგიხე.